მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენთან მარსება და არხი კაპიტალში 803. და დღეს მეგობრებო, როგორც უკვე შესაძლებელია ვთქვათ, ტრადიციად, დღეს ჩვენ ისევ მივიდივართ ჩვენ საყვარელ სამუშაოზე, ფერმერობაზე, მაგიტომ ეგრევე ავიღოთ თოხი, ასე ვთქვათ, ავიღოთ ჩვენი ფშენიცა, ავიღოთ ჩვენი სტაფილო, ასევე ავიღოთ კარტოფილი და ეს ყველაფერი ჩავსვათ. აბსოლუტურად მეგობრებო, ყველა ფერმა უნდა გავაკეთო ახლა მეგობრებო, ყველა ფერმა მაქვს გასაკეთებელი. ხო, ყველა ერთამდე ასე რომ ვთქვათ. მაგრამ მეგობრებო, ასე გურელია, აქ მე დღეს დავინახე დილას, რომ ვიწილნიკები რაღაც ჩემს სახლთან ახლოს იყვნენ. თითქოს ფერმას აკეთებდნენ, მაგრამ მეგობრებო, ფერმასთან უბრალოდ იდგნენ და ჩემს ფანჯრებს აი ასე უყურებდნენ. შეხედეთ მეგობრებო, აი ასე იდგნენ და უყურებდნენ ჩემს ფანჯრებს, მეგობრებო, ცოტა რაღაც სავნერვიულდი, მეთქი რა უნდათ და ოდესაც გავედი მეგობრებო, რომ გავიგო რა უნდათ. ეგრევე აღარავინ მეგობრებო აღარ დარჩა, ყველა აბსოლუტურად წავიდა თავის სახლებში, რაც მეგობრებო რაღაც ძალიან არ მომეწონა და მეგობრებო, ეს მეგონი რაღაც რეკლამაა. არა, რეკლამა მიამჭირდება, ეს აწერია აქ, ეს უნდა მოაშორო. ეს საჭირდება. სახლი იყიდება 30 ისუმრუდად. ვერ გავიგე. და რომელი სახლი? ჩემი სახლი, მოიცეს. სახლი იყიდება 30 ისუმრუდად. ვისი სახლი მეგობრებო, ვერ ვიგებ, ვისი სახლი? ჩემი სახლი? მოიცეთ მეგობრებო, მე არ უყიდი ჩემს სახლს, კაცო, ჩემი სახლი, ეს არის ჩემი ასე ვთქვათ, აგურის კედელი, რომელიცაც ვერავინ ვერ დაანგრევს. 30 ისუმრუდად. საყიდლად მოდით მეზობელ სახლში. მეგობრებო, ვერაფერს ვერ ვიგებ, ეს ჩემი სახლის შესახებ დაწერილი თუ ვერ ვიგებ. რა ხდება? მეგობრებო, რაღაც ვერაფერს ვერ ვიგებ. მეგობრებო, მოიცეს საყიდლად მოდით მეზობელ სახლში. და რომელ მეზობელ სახლში? ამაში თუ ამაში? მეზობელი სახლი უფრო არის აი ეს. გაით მეგობრებო, მოდით აბა წავიდეთ. მე დაჟე მეგობრებო, არც კი დავაგაგუნებ. Так, жительнико, გამარჯობა. უკაცრავად, შენ ისე ხომ არის საერთოდ იქ რაღაც რეკლამასავით თუ რაღაც ის წერია და იქ ეწერა მოკეთ რომ სახლი იყიდება და მეზობელ სახლში მოდითო და შენ ამის შესახებ რამე იცი? ოპა, საბა. არაცოდეო შეხედე ამ რეკლამას ასე ვთქვათ. აი, გეტყვი ეგრევე. ხო, შენი სახლი იყიდება. მოკეთ, მე ვყიდი შენს სახლს 30 ისუმრუდად. ჟიტინიკო და ერთი კითხვა მაქვს და ვინ მოგცა ასეთი ნება? არავინ კაცო, საბა მოკეთ, მე და ჟიტინიკებმა გადავწყვიტეთ, რომ აღარ გვჭირდება, რომ ასე ვთქვათ, აღარ გვჭირდება ეს სახლი. არა, შენ თუ გინდა დარჩი ჩვენს სოფელში, უბრალოდ ხო, შენი სახლი ჩვენ ძალიან არ მოგწონს. ძალიან დიდ ადგილს იკავებს. დიდ ადგილს იკავებს? ჟიტინიკო, შენ უბრალოდ წარმოიდგინე ახლა ასეთი სიტუაცია, რომ მე გავყიდო შენი სახლი და ვთქვა, რომ ასე რომ შენი სახლი იკავებს ძალიან დიდ ტერიტორიას. მოგეწონებოდა? გაიგებდი რამეს მაინც მე ვერაფერი ვერ გავიგე. რას შუაში აქვს ჩემი სახლი და რა შუაში აქვს ტერიტორია. შენ ხო არ გეკუთვნის ეს ტერიტორია. ეს ტერიტორია ჟიტინიკო, მეკუთვნოდა სულ მე. როდესაც კი მოვედი სოფელში, ვიყიდე ეს ტერიტორია და ავაშენე ჩემი ხელებით. აი ამ ხელებით ავაშენე ჩემთვის სახლი და შენ ჩემი არით არ გაქვს საბუთები, არ გაქვს ასეთი რაღაც საშუალება, რომ ასე უბრალოდ აიღო და ჩემს მაგივრად გადაწყვიტო, გაყიდი თუ არა ამ სახლს. საბა მოკეთ, მე უკვე ყველაფერი თქვი, უკვე გაყიდულია შეიძლება ვთქვათ, უკვე მალე მოვლენ მოვა ხალხი, ვინც ასე ვთქვათ დაანგრევს შენს სახლს. რას ნიშნავს დაანგრევს? მოკეთ, ჟიტინიკო, შენ რაღაც არანორმალური ხარ, მართლა დებილი ხარ. შენთან ის ლაპარაკის საქმე, ლაპარაკი იგივეა, რაც მაპატია ჟიტინიკო, იგივეა, რაც
თევზთან ასეც გათლაპარაკი. მაგიტომ ერთად მეგობრებო, ეს უნდა მოვაშორო. აი ასე მეგობრებო, აი ასე უბრალოდ, აი ასე მოვაშოროთ. 1 და 2. ოპა. всё მეგობრებო და ეს კიდე მეგობრებო იცით სად გადავაგდოთ? აი ასე. ოპ, всё, ნახვამდის. всё მეგობრებო, ეს რეკლამა უკვე აღარ არსებობს. მეგობრებო, აი სულ ჟიწილნიკები რომ რამეს მოიფიქრებენ, აი სულ თითქოს ვარ დამნაშავე მე. მაგრამ მეგობრებო, ამაში მე საერთოდ არაფერი საქმე არ მაქვს. ეს მეგობრებო, ამ ჟიწილნიკს ელაპარაკი. ჟიწილნიკო, თავს ნუ ფარავ. მაგრამ ჟიწილნიკო, შენთან ერთი კითხვა მაქვს და სად გაიქცა? რაღაც მეგობრებო, საოცრება მოხდა, სად გაიქცა ასე? კაი მეგობრებო, რაღაც აი სულ მეგობრებო, აი სულ ვიცოდიო ჩემს სოფელში ცხოვრობენ ასეთი არანორმალურები ჟიწილნიკები რა, აი სულ ასეთი არანორმალურები. არ ვიცი მეგობრებო. ასე ჟიწილნიკებთან მეგობრებო თუ რომეო ცხოვრობ უკვე მთელი წელი. 1 წელი ცხოვრობ მეგობრებო ასეთ ჟიწილნიკებთან. და მეგობრებო ვერ წარმოედგენთ როგორ ვუძლებ ამ ჟიწილნიკებს. აი ძალითა და ღონით ვუძლებ მეგობრებო ასე რომ ვთქვათ. ამ დებილ ჟიწილნიკებს. აი მეგობრებო, უბრალოდ აი თითქოს აი ისა ძალიან დიდი ადამიანები არიან, მაგრამ ისეთი ტვინი აქვს, თითქოს 2 წლის ბავშვის ტვინი აქვს მეგობრებო, ჩაძებული აი რეალურად გეუბნებით. ერთ-ერთი მეგობრებო ჩვენ სოფელში არის ნორმალური აი მერი. მეტი მეგობრებო, არავინ არ ვიცი ასეთი ნორმალური, ადეკვატური და ასე თქვა ჭკვიანი ადამიანი ჩვენს სოფელში. კაი, მოგეთ მეგობრებო, მოდით ახლა კამერას რამოდენიმე წამით გავთიშავ. დავამთავრებ ამ ფერმასაც და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, ძლივს მორჩი ჩემი ფერმა, მეგობრებო, აი ნახეთ, სულ მთლიანად გავაკეთე ჩემი ფერმა და ძლივს მეგობრებო, უკვე შემიძლია დავამთავრო ჩემი ასე ვთქვათ სამუშაო. მოგეთ მეგობრებო, მოდით ახლა წავიდეთ ასე ვთქვათ. ეს ნორმალური ჟიწილნიკის შევიდა და საბატყვილად წაშალეთ ჩემი რეკლამა. ტყვილად ხომ? და წადი შენ. კაი, არ ვიტყვი მეგობრებო ამ სიტყვას ახლა. უფრო კარგია მეგობრებო, მოდით უბრალოდ არ მოვაქციოთ ამ ჟიწილნიკს ყურადღება. და უბრალოდ მეგობრებო ჩვენი საქმეები გავაკეთოთ. მოგეთ მეგობრებო, მე ახლა მაქვს საქმეები. და აუცილებლად კამერას ჩავსვამ, როდესაც დავამთავრებ ამ საქმეებს. მეგობრებო, მოკლედ ვიყავი მეგობრებო შახტაში მოვქეთ და მეგობრებო რომ გითხრათ სიმართლე, აი არაფერი ნორმალური არ ვნახე, ხო? ერთ-ერთი 4 რკინა მეგობრებო. ისიც კი ნავთობიც კი ვერ ვნახე, მაგიტომ მოდით მე მინდა და მეთქო მოდით ახლა წავიდეთ. ეს რა არის? დროს მეგობრებო, წარმოიდგინეთ ახლა ეს დინამიტი 25. წარმოიდგინეთ მეგობრებო ახლა სად არის ეს დებილი ჟიწილნიკი იქნებოდა 100%-ით. რამდენი საიდან აქვს? მოიცეს მეგობრებო, ძირითადად საიდან აქვს დინამიტი? თუ თქვენ არ იცოდეთ, ყოველი უნდა დავგვა. თუ თქვენ არ იცოდეთ მეგობრებო, ჩვენ სოფელში დინამიტი საერთოდ აი კანონით აკრძალულია მეგობრებო, მართლა გეუბნებით. თუ აი ერთი მაინც დინამიტი დაინახა მერმა, აი ერთი მაინც დინამიტი, მაგაზე უკვე ჯარიმასი მიიღებ 30 სუმრუდამდე და წარმოიდგინეთ 35 დინამიტის გამო უკვე შეიძლება ციხეში ჩასვან. ნორმალური ჟიწილნიკია. სად მიდიხარ? არასად რა გაგიშვებ? რა გინდოდა ჩემი სახლიდან, რატო დამიდე ეს დინამიტი? სამა ხო გაგაფრთხილე, რომ არ უნდა მოგეშორებინა ეს რეკლამა, თორე ისე უკვე გავყიდინე შენ სახლს უკვე ჯანდაბაში. შენ ნორმალური ხარ? აი იცი რა? მე ახლა დავურეკო პოლიციას, გაიგე? დავურეკო პოლიციას და შენ არ ვიცი, რამოდენიმე თვე მაინც მინიმუმ იქნები ციხეში, გაიგე? სად მიდიხარ ერთია? იყავი აქ, თორე თუ წახვედი ეს გამოის გაქცევა. კიდე ერთი ასეთივე ჟიწილნიკი მოვიდა. ხე მეგობრებო, ისე დაინახეთ 4 ჟიწილნიკი. არა მეგობრებო, ასე არ შეიძლება. დროზე ახლა უნდა ავიღო. არ ვიცი ეს დინამიტი აი აქ დავდებ ზუსტად ამ დინამიტს მივცემ აუცილებლად პოლიციას. მოგეთ მეგობრებო, უნდა ავიღო ახლა ტელეფონი და უნდა დავურეკო ახლა პოლიციას.
Так, дрозы, телефон садари. Ай, телефони, так, дрозы, номери, так, ага. Алло, полиция, მოკლედ აქ არის ერთი არანორმალური ჟიტილნიკი, რომელსაც უნდა ჩემი სახლის აფეთქება. აქ მოგეთ მე დავინახეთ ჩემს სახლს 35 დინამიტი. მოგეთ ჩემს სოფელში ერთი ჟიტილნიკია. თქვენ იცით ეს სოფელი, მოგეთ მეზობელი სახლი, აი ჩემი სახლი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, აი და აი აქ არის ასეთი ოვალურისავით რაღაც სახლი. მან თუ შეიძლება მიდით, მან არის ერთი მეზობელი ჩემი, რომელიც არის ანორმალური. მე მან დაგელოდებით. მოგეთ ძალიან მეშინია ხა მოგეთ მე ნერვობ, მოგეთ დროზე მოდით თუ შეიძლება, იმიტომ რომ უბრალოდ არა ეს რა არის? იო მეგობრებო, კავშირი დავკარგე. პოლიცია. ჯანდაბა მეგობრებო, ამ ჟიტილნიკის ჯანდაბა. ეს რა არის? მე შენ გაგაფრთხილე. შენ გაფრთხილები წადი აქედან. მეგობრებო, მაინც დებილია ვინაიდან მე ხომ აქ ეს PKX-ი მაქვს მეგობრებო. ახავე მოუწრები აქედან. დროზე. ძალიან დებილია ეს ჟიტილნიკი. მეგობრებო, ამის გამო უკვე 100%-იანი ციხეში არაერთი წელი იქნება. ჯანდაბა. Так, მიდი. მეგობრებო, დაველოდები პოლიციას. თქვენ კი მადლობა დიდი იმას, ვინც უყურა ეს ვიდეო. არ დაგავიწყდეთ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ნახვამდის.